ტელეკომპანია იმედი და პრაიმ შოუ სტუდია წარმოგიდგენთ. სალამი ქალბატონ მარიკო, ძალიან მიხარია რომ ამ ფორმატის სტუმარი ხართ და დარწმუნებული ვარ ძალიან საინტერესო დიალოგი გვექნება. მეც მიხარია თქვენთან ყოფნა და დიდი მადლობა მოწვევისთვის. დღეს 8 მარტი არის, გილოცავთ 8 მარტს. გისურვებთ ყოველთვის გქონდეთ ხალისი, ყოველთვის გქონდეთ ჯანმრთელობა, წეროთ შესანიშნავი მუსიკა, რაც გადასარევად გამოგდით კიდევაც და სანომარტოდ პატარა თაიგული მოგიმზადეთ კიდევაც. უღრმესი მადლობა, დიდი მადლობა, შესანიშნავია, ულამაზესია. დიდ მადლობას მოგახსენებთ და ვისარგებლებ ალბათ და ყველა ქალბატონს მიულოცავ დღევანდელ დღეს. ასევე მეც ვსარგებლობ ამ შემთხვევით და ყველა ქალბატონს ულოცავ ქალთა საერთაშორისო დღეს. ქალბატონ მარიკო, მოდით ისეთი დღე არის, რომ ამ კითხვით დავიწყებ. თქვენი აზრით ბედნიერი ქალი როგორია? ვისაც განუცდია იყოს ბედნიერი შვილი, ბედნიერი დედა, ბედნიერი მეუღლე, ბედნიერი საზოგადო მოღვაწე და ბედნიერებისთვის მეტი რა არის საჭირო. მაინც რა არის მთავარი ქალისთვის, როგორ ფიქრობთ? შვილები. შვილების ბედნიერება და შვილების ხანდახან ღმერთი ყველას არ აძლევს ამ ბედნიერებას, ამ შესაძლებლობას რა და ასე ძალიან ბევრია ქალბატონი, რომელსაც უნდოდა, მაგრამ არ გაუმართლა. მაგრამ რა რჩება სხვა ბედნიერებისთვის? მაშინ პირადი თავის მიმართ უნდა იყოს ყოველთვის მობილიზებული, ყოველთვის აკეთოს ის საქმე, რომელიც კარგად გამოსდის და იმ საქმემ მიენიჭოს ის ბედნიერება, რომელთაც იქნება ბედნიერი. გეთანხმებით. კარგით, მოდით დავუბრუნდეთ ტრადიციულ კითხვას, რითიც ვიწყებთ. გარდა იმისა, რაც ვიცით, პროფესიული კუთხით, ვინ არის მარიკო კვალიაშვილი? მაგ კითხვის მეშინოდა. მაგრამ გარდაუვალი იყო. ხო, მეშინოდა, მაგრამ მეშინოდა მიზეზით ჰქონდა ალბათ, იმიტომ რომ უნდა თქვა ის, რაც ფაქტიურად უნდა თქვა სხვა. ცუც ვერ იტყვი, კარგი რო თქვა გერიდება კარგისთვის. მაგრამ თუ დაუკვირდები გარედან ნათქვამსაც და ჩემ მოქმედებასაც, ახალგაზრდა რო ვიყო, ალბათ არ მივცევდი თავს უფლებას მეთქვა, იმიტომ რომ ჯერ არ მექნებოდა ის დაგროვილი გამოცდილება, რაც დღეს მაქვს. მაგრამ დღეს შემიძლია. ახლა 88 წლის ასაკში. მე ყველას უსურვებ 88 წლის ასაკში ასე გამოიყურებოდეს, ასეთ შემართებით იყოს და კიდევ ბევრი წელი გისურვებთ კარგად ყოფნას. დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა. და შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანი უნდა იყოს ყველაფრისა და ყველას მიმართ პირნათელი. მე ჩემი ცხოვრება ვფიქრობ, რომ ასე განვლი. რა საინტერესო პასუხია, თუმცა ყურში მომხვდა, რომ მითხარით, ეს ისეთი კითხვა, რაზეც პასუხი ჯობია სხვისგან მოისმინო, ხო? დიახ. ყველაზე კარგი შეფასება სხვისგან რა მოგისმენიათ? მადლობა ყველას იმისათვის, რასაც ყოველ დღე ხვდები. ეს იქნება გარეთ, ეს იქნება შენობაში თუ თეატრში თუ სადაც კი ხალხმრავლობა, როდესაც ყველა გეფერება, ყველა ცდილობს უცნობი და ნაცნობი მოვიდეს და ორიოთ სიტყვა თბილი და ტკბილი გითხრას და როგორღაც გამოხატოს თავის დამოკიდებულებას შენს მიმართ, თბილი და ტკბილი და სიყვარულით სავსე. ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია. წავიდეთ ბავშვობაში. კი ბატონო. ამ სიტყვაზე ყველაზე მეტად რა სურათი იხატება? რისი ვიზუალიზაცია ხდება? უზრუნველი ცხოვრება, როდესაც ირგვლივ ყველა შენზე ზრუნავს,
ყველა გეფერება, ყველას უყვარხარ, ყველა ცდილობს შეგმატოს, გაგიკეთოს ყველაფერი ის, რაც ბავშვობაში ყალიბდება. ვინ იყვნენ ესეთი ადამიანები თქვენს გარშემო? ძალიან ბევრი. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა მშობლები. დედა თამარ დიმიტრის-ასული თანხმოვანმოურავი, მამა ხატვარი მოტე კვალიაშვილი კინოსა და თეატრის ხატვარი გახლდათ. ვიზრდებოდი ატმოსფეროში ბებია, რომელთანაც ფაქტიურად რომელმაც ძალიან დიდი როლი შეასრულა ჩემ აღზრდაში, ეს მარო თარხნიშვილი გახლდათ და ისეთ ატმოსფეროში ვიზრდებოდი, რომ ჩემს სირგლივ ჯერ მუცლად ყოფნიდანაც კი დაიწყო ალბათ მუსიკის აღქმა, ქართული სიმღერის აღქმა. და როდესაც უკვე აღქმა დავიწყე ალბათ წლინახევრისა, 2 წლისა, როცა უკვე კულისებში ველოდებოდი, როდის გამოვიდოდნენ დედა და ბებია სცენიდან, აი მაშინ რომ არ დამძინებოდა, რასაც სცენაზე მღეროდნენ, ხან პირველი ხმით მღეროდი, ხან მეორე ხმით, ხან მესამე ხმით. და აი ასე ჩემში შეიძლება ითქვას აღვიქვი 500-მდე ხალხური სიმღერა, რაც თანდათანობით აირეკლა ჩემში. რა სიმღერა გახსენდებათ ყველაზე ხშირად, რაც გესმოდათ რეპერტუარში? იცით, გამორჩეულად ვერც გეტყვით, მაგრამ ჩემზე ყველაზე დიდ გავლენას მაინც ბებიას ნამღერი ახდენ და იმ თავიდან, მაგრამ მეგონა რომ ყველას ბებია მღეროდა. მაშინ ეს შვილი ვიყავ, ბებია მყავდა, რომელიც მღეროდა და აღვიქვავდი როგორც ბებიის ნამღერს, მაგრამ თუმცა სუპერ პოპულარული ბებია იყო. დიახ, მაგრამ მაინც ეტყობა სხვანაირად ხდებოდა და როცა ის იწყებდა სიმღერას გაფაციცებით უსმენდი. ისე რომ ძალიან საინტერესო ბავშვობა მქონდა ოჯახი, რომელიც იმ ძველ ტრადიციებს თუ კი რამ არსებობდა ძალიან დიდად აღნიშნავდნენ. ეს იყო ახალი წელი თუ აღდგომა მაშინ როცა იგრძელებოდა პირჯვრის წერაც კი ჩელიტონიზე დავყავდით ყოველ აღდგომის ღამეს ბებიას ოჯახს მთელი ოჯახი მივდიოდით და იქიდან ანთებულის პატარები ის ერთი ბეწვები თავისუფლების მოედანი ამოგვევლო რომ სახლში მივსულიყავით. ასე ამღერებული ქრისტე აღდგათი მოვდიოდით ანთებულის ანთლებით და დიდი და პატარა მღეროდით. არ მახსოვს ვინმე გადასდგომოდა ბებიას და ეთქვა ნუ მღერი ხართო, არასდროს არ მახსოვს. ისე რომ აი ეს ბავშვობა ძალიან საინტერესოდ. მე ჩვენ ოჯახში იყრიდნენ თავს იმდროინდელი თუ ვინმე იყო მომღერალი თუ კომპოზიტორი თუ მხატვარი თუ პოპულარული თუ ცნობილი ვინც იყო და ბებიას 70 კაციანი სახელმწიფო ანსამბლი ყავდა. იქნებ იყო ხელმძღვანელი ამ ანსამბლის და ყოველთვის ციტ-ასეთი შეზავება ხდებოდა მოსული სტუმრების, დიდებული სტუმრების, საოპერო მომღერლების თუნებად და ამ ანსამბლის გუნდის ბებია ჩემის შერწყმა ერთმანეთთან ახალწლის ღამეს ყველა პოეტი თავის ახალ ლექსს უკითხავდა ნაძვის ხელს 4 მეტრიანი ნაძვის ხელი გახოლმე ჭერიც ამხელა იყო და აქეთ ანსამბლი მრავალჟამიერს შეაგებდა. იცით ეს იმდენად დალექილია ჩემში ეს ყველაფერი რომ აი იმ ბავშვური თვალით ვიხსენებ და დღეს ხვდები რომ ეს იყო ძალიან დიდი საქმე რომელსაც ასე ლამაზად მაზიარა ჩემო ოჯახი. აი ხა გაკვირდებით და გისმენთ როგორი სითბოთი და რა ემოციით იხსენებთ ბავშვობის წლებს. ჩვენ წესით ახლა სტუდენტობაზე უნდა ვისაუბრებ და ამ კითხვას დაუბრუნდები, მაგრამ ბავშვობა, სტუდენტობა, მე უკვე პირველი წლები პროფესიული, პარალელურად შეუღლება, სიყვარული, მე ნუ ასაკი დეკადებად შედგება ჩვენი ცხოვრება. სკოლის დამთავრების შემდეგ, როგორც მუსიკალური სკოლა დაამთავრე, ასე სკოლის მერვე კლასის შემდეგ უკვე სასწავლებელში გადავედი პირველ მუსიკალურ სკოლაში. და სასწავლებელში და იქ დაამთავრე იარაყაშვილის სახელობის პირველი სასწავლებელი, სადაც ჩემი პედაგოგი გახდათ ძალიან დიდი კომპოზიტორი შალამშველი, ძალიან წინს რომ დღეს მას არავინ არ ახსენებს. თუ რამე მომცა, ეს იყო შალამშველი. რომელსაც დღემდე ძალიან დიდ პატივს მივაგებ. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, თუმცა იმ სასწავლებელში უკვე ჰქონდა
დაახლოებული ვიყავით, მაშინ ციცინოციცხიშვილს ჰქონდა საბავშვო ჯგუფები პიონერთა სასახლეში, ასე ერქვა მაშინ. და ჩემი სიმღერები უკვე ამღერებული იყო, ბავშვები მღეროდნენ და არაერთი საღამოები იმართებოდა, სადაც მონაწილეობდნენ ეს ბავშვები. ამის შემდეგ უკვე ვაბარებ კონსერვატორიაში და ჩემი ძალიან კარგი პედაგოგების ზემოქმედების შედეგად ვაბარებთ კონსერვატორიაში. იქ უკვე წარვადგინეს 7 თუ 8 ნაწარმოები, სხვათა შორის ლილის ვიცნობ იმ დროიდან და ფაქტობრივად ერთად გვიწევდა სიარულიც, ერთად გვიწევდა ყოფნა. კი, და ხშირად გახსენებდა. კი. ძალიან ახლოს ვიყავით ძალიან და ძალიან გულწრფელია რომ დღეს ის ჩვენთან ვეღარ არის. და სასწავლო კონსერვატორიაში რომ ჩავაბარეთ, მე და ვაჟა აზარაშვილი მოხვდით იონატოსკიას ჯგუფში და იონატოსკია გახდათ კონსერვატორის რექტორი. მაშინ სულ 2 ადგილი იყო საკომპოზიციო ჯგუფში და ფაკულტეტზე და ამიტომ მივიღეთ გონი 5 ვიყავით, ვინც მაღალი ქულები მივიღეთ. კონსერვატორიაში სწავლის დროს გავთხოვდი და აი ჩემი ბედნიერი წლები, რაც მანამდე მომდიოდა, კიდევ უფრო ბედნიერი გახდა. იმიტომ რომ აქ ჩაეყარა ის რაც ახალგაზრდას ალბათ უნდა ჰქონდეს ყველა ახალგაზრდას ის დიდი გრძნობა, ის დიდი სიყვარული, ის დიდი გაგება, ურთიერთგაგება, რაც მე და ჩემი უგულეს ჰქონდა. შევინარჩუნეთ 48 წლის განმავლობაში ისე რომ ჩვენ შორის ზედმეტი სიტყვა არ თქმა. შეგვეძინა 2 ვაჟიშვილი. და ის ჩემი უბედნიერესი წლები შეიძლება ითქვას რომ იყო. აი მანდამდე ვიდრე მეუღლე მყავდა, ვიდრე არ განვიცადე საშინელი სიმწარე, ვიყავი უბედნიერესი ქალი. აი შემდეგ როდესაც უფროსი ვაჟიშვილი 21 წლის გურამი გარდამეცვალა, აი შემდეგ რაღაცა შავი ფარდა ჩამოეფარა თითქოს ჩემ ცხოვრებას. მაგრამ ძალიან მალე ავიყვანე თავი ხელში, იმიტომ რომ არ მქონდა ამის უფლება. ვიცოდი ყოველთვის და ერთმა ქალმა აი ამ გაჭირების ჟამს მითხრა ერთმა ქალბატონმა რომ მარიკა გენაცვალე წინ იყურე უკან აღარ გაიხედო და ეს იყო ძალიან მანუგეშებელი სიტყვა. და როცა წინ გასახედი გაქვს მართლა უკან აღარ უნდა გაიხედო, თუმცა უკან გასახედი ღმერთთან ოქროს უნდა გავიწყდეს. როგორ მოხდა თქვენი შვილის მოულოდნელად სრულიად. და ამიტომ აქაც ვფიქრობდი რომ ადამიანმა ის მწუხარება ღირსეულად უნდა განვლოს. იმიტომ რომ ამის შემდეგ მე მინდა ყველა ახლად დამწუხრებულ მშობლებს მივმართოთ, თუ მშობლები იქნებიან თუ ვინც არ უნდა იყოს, ვისაც უჭირს ძალიან. ყველამ უნდა იპოვროს გამოსავალი. გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ ერთი არსებობს. და ის საკუთრო შენი მწუხარება. არავისთან არ იწუწუნო ამ ბავშვს, არავის არ აინტერესებს, ეს ცოტა ხანს გაგიგებენ და მე სხვისთვის საინტერესო აღარ ხდება, მოსაბეზრებელიც კი ხდება. უნდა გულში ჩაიგრა ადამიანმა შენი მწუხარება და იგრძნო რომ ის შენში ცხოვრობს, შენთან ერთად გადაადგილდება. თუ რამე კითხვა მქონდა ისეთი რომ ვერ წვეტავდი, კაი ბიჭი მყავდა, კაი ვაჟკაცური ბიჭი იყო ისეთი რომ მართლაც როგორც აღვათ ყველა დედასთვის შვილი. იმასაც გულის სიღრმეში ვეკითხები, როცა რა მეჭირდება. და პასუხს აწყობდი. ის ჩემთან არის. ის მთელი ცხოვრება წასვლის შემდეგ უფრო ახლოს არის ჩემთან ვიდრე. თუმცა თქვენი ცხოვრებაში კიდე იყო ტრაგედია შვილი და. კი ბატონო. ეს მოხდა 13 წლის წინ. მართლა კარგი ბიჭი, ვაჟკაცური ბიჭი, ისიც ისეთ გავდა თავის ბიძას, ისე გავდა რომ გაჭრილი ვაშლივით. ორივე ერთნაირები იყვნენ. ყველას უყვარდათ და ყველას ჰქონდა მათი იმედი და ესეც ესე მოულოდნელად გამოვეცოლა ხელიდან. ეს მეორე ტრაგედია.
მე უნდა ყოფილიყავი ძლიერი, რომ გამეძლიერებინა ჩემი შვილი, ძალიან. შვილი მეორე. მე შემომწკეროდნენ. თუ მე ასე თუ ისე გატყდებოდით თუ არა? ამის უფლება არც ჩემ თავს მივეცი და ფაქტობრივად არც მათ მივეცი, იმიტომ რომ ისედაც როგორც არ უნდა ეცადო, ითრგონები ადამიანი თავისთავად. შეიძლება ეს არ არჩენო ყოველ წუთში ყველას და არც ცრემლი არჩენო, მაგრამ უნდა ეცადო, რომ ეს ცრემლი ოჯახის წევრებსაც არ არჩენო. შენთვის გააქვს ამისი დროც, ადგილიც, საცა შეიძლება მოიოხო გული, მაგრამ მათ უნდა შეუძახო ყოველთვის და იცოდნენ, რომ ღირსეულად გააგრძელონ ცხოვრება და არა ისე, რომ წუხარებამ გადაგიაროს, გადაგთელოს და ვეღარ დადგე ფეხზე. და საცოდავი გახდა. კარგი გავიხსენოთ ახლა. კი ბატონო. და გაიხსენეთ, როგორ შეგიყვარდათ თქვენი მეუღლე. ჩვენი დრო, ჩვენი ახალგაზრდობა მაინც განსხვავდებოდა დღევანდელი დღისგან. მოგრძალებით, მოწიწებით. ჩვენ ჩემი პერიოდის ახალგაზრდები ქალთა სკოლებში სწავლობდით. და ჩვენ არ ვიყავით შეჩოულები ბიჭებთან ურთიერთობას. მოგების ძალკე სწავლობდით, ბიჭები ძალკე და აი ეს მორიდება და მოგრძალება ოჯახმაც გასწავლა, ის რომ არ ქონდა შეხება ერთმანეთთან, ამანაც განაპირობა. და თოვლი რომ მოვიდოდა თუ დახვდებოდნენ ეს პატარა ბიჭები, ჩვენც პატარები და პატარა გუნდებს ძალიან მოგრძალებულად თუ გესროდნენ, ეს იყო მთელი ჩვენი ურთიერთობები გოგოების და ბიჭების. ასე გავიზარდეთ, ეს რატო მოვყევი? გაწითლებაც ვიცოდით, შეგვიფაკლდებოდა ლოყები თუ ვინმე შეგვაქებდა ან რაღაცა და ეს შემოხრჩა. და როდესაც ეს ამბავი მოხდა, ეს იყო უაღრესად მოგრძალებული და მოწიწებული. ჩემი მეუღლე სვანი გახლდათ. არაჩვეულებრივი ვაჟკაცი, 2 მეტრიანი, სპორტსმენი, წარმოსადეგი, უაღრესად განათლებული, უაღრესად დახვეწილი პიროვნება, რომ მასთან ურთიერთობა მართლა ძალიან ბევრ ამის შეგძენდა ადამიანს და ბევრ ამისაც ისწავლით იმისგან. ისე დაგარიგებდა, თქვათ რაღაცა 6 წელი იყო ჩვენ შორის სხვაობა. რაღაცა საკითხი როცა იყო გაურკვეველი, ისე დაგარიგებდა, რომ კითხავდი, ყველაფერს განმარტავდა ისე ლამაზად, ისე კარგად, რომ საქმის სკოლაში ჩააგაყენებდა მაშინ. მაგრამ ამ გრძნობას, როცა უკვე 3 წლის მერე გაცნობიდან, აი ეს მოგრძალებული ურთიერთობები, როგორც იცით, ვიმალებოდი, რომ არ შემხვედრო და რომ გავწეთილდებოდი, ვიცოდი, რომ გავწეთილდებოდი და გავამჟღავნებდი ჩემ თავს მის წინაშე და მერიდებოდა ამის. და ვერიდებოდი, რომ არ შეხვედროდი. მოხდა 3 წლის შემდეგ, შევუღდით, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, იმიტომ რომ ეს ოჯახიდანაც მომდეოდა. რომ არ ვიცი, ქალებმა შეიძლება გამომტყუნონ, მაგრამ ყოველთვის ქალებს ვამტყუნებ, თუ ნორმალური მეუღლეები ყავთ. როგორი გაწონასწორებული კაციც არ უნდა იყოს, ქალს შეუძლია წონასწორობიდან გამოიყენოს. ამიტომ ყოველთვის უნდა ეცადოს ქალი, რომ თავის თავს წეს პატივი, რომ მეუღლე არ მიიყვანოს იმ ზომამდე, რომ რამე აკადროს. და როდესაც ასე ცხოვრობ, აქ იმ სიყვარულსაც ძალიან დიდ პატივს ასწევს. სიყვარულს არ უყვარს უპატივისცემლობა. ფერე სხვაგან გარბის სიყვარული. ქალი ყოველთვის მოგრძალებული უნდა იყოს ცოლი. ეს მივართ. ყველაზე მეტად ქმარს უნდა ებრანჭებოდეს. არასოდეს არ უნდა ეჩვენოს ცოლი ქმარს. უნდა აასწროს დილით, რომ დავარცხნილი მოწესრიგებული დახდეს ქმარს. ჩემთვის მიუღებელია აი ესეთი დილით ადგომა, ისე წაყოფილი ფეხები რაღაცაში მაპატიეთ ამას, რომ რაღაცა მოხურული რაღაცა და ისე ფუსფუსი სახში წარმოუდგენელი. სახში რომ შემოხვალთ ჩემთან, მე ასე ვარ სახში. ეხლა ხო თქვენთან მოვედით, რაღაცა განსაკუთრებულად ხონდა რაღაცა სატელევიზიო გადაცემა და რაღაცა, მაგრამ სახში როცა არ შემოხვიდეთ, ყოველთვის ასე მივეჩვი, იმიტომ რომ ჩემ სახშიც ასე ხდებოდა, ჩემ ოჯახში. თანხმობის ნიშნად დავდუმდებ. რამდენად მნიშვნელოვანია, მაშინ რახან ამ თემას შევეხეთ, ქალის მხრიდან კომპრომისებზე წასვლა. რა თქმა უნდა, რომ ისაღებია.
ისე დავეთანხმებოდი ზოგჯერ იმაზე, რომ მე სხვა ის მქონდა შეხედულება, მაგრამ არ გამოვეკიდებოდი. როცა ეს თქვათ წაკინკლავება შეიძლება გადაიზარდოს ძალიან დიდ უსიამოვნებად და ბოლოს არც კი გახსოვს რატომ მოხდა ეს და რატომისთვის დაიწყეთ. არ ჯობიან იქვე დათმო და იქვე გაჩერდე და მე შვიდ მდგომარეობაში ან ქმარი მიხვდება რომ არ იყოს სწორი, ან ქალი მიხვდება რომ არ იყოს. მე დარწმუნებული ვარ, ქალბატონთან ძალიან დიდი ნაწილი არ დაგეთანხმებათ ახლა ამაში. შეიძლება ვაღიზიანებ ჩემი ლაპარაკით, მაგრამ თუმცა ის თქვენი შეხედულება, ჩემი განვლილი ცხოვრება. თქვენი ლეგიტიმური შეხედულება. კი. ჩემი განვლილი ცხოვრება და ამ ცხოვრებით კარგად ვიცხოვრე და ბედნიერი ვიყავ. ხო, აი ამის კითხვა მინდოდა. დღევანდელი გადმოსახედიდან ბედნიერი ხართ? რომ მე ის ორი ძიმე ტრაგედია არ მქონდეს, უბედნიერესი ქალი. მაგრამ მაინც ვთვლი რომ ბედნიერი ვარ. ბედნიერი ვარ იმითი რომ ნებიერი ვარ ხალხის სიყვარულით. ბედნიერი ვარ იმითი რომ ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს. ბედნიერი ვარ იმითი რომ ყავს კარგი შვილი, კარგი რძალი, შვილიშვილები და ჩემი შვილიშვილის შვილი. შვილთა შვილი. მეც კარგად გიმყოფოთ ყველა. 20 წლის ლევანიკო, რომელიც მართლა ძალიან კარგი ბიჭია, სტუდენტია, ამთავრებს წელს და ძალიან კარგი ბავშვია. მოდით ვილაპარაკოთ მაშინ ზოგადად ქართულ მუსიკალურ სამყაროზე, საესტრადოზე ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ყოველთვის ძალიან დიდი ფუფუნებაა ნებისმიერი მომღერლისთვის თუ ის თქვენ სიმღერას მღერის, თუ თქვენ მას სიმღერას აძლევთ და ზოგადად მოდით ესეთ რაღაცას ვკითხავთ, დეფიციტია ახალი კარგი სიმღერების. არის თუ არა დეფიციტი გემოვნების? აი ეგეც გითხარით. ესეთ რა არის საბედნიეროდ ნიჭიერი ადამიანები ჩნდებიან, რომლებიც მართლა გემოვნებიან მუსიკას წერენ. გვარებს ვერ ჩამოვთვლი ყველასი არც ვიცი, შეიძლება მუსიკა ვიცოდე და ვისია, ისიც არ ვიცოდე, იმიტომ რომ ამ ბოლო დროს არ ცხადდება ვისია მუსიკა, ან ვინც მღერის იმის გვარს აცხადებენ და ეს ცოტა არ მომწონს. და ყავს გემოვნებიანი თანამედროვე ახალგაზრდები, რომელსაც სიამოვნებით მოусვენ, მაგრამ გემოვნების დეფიციტი რო არსებობს, ესეც ფაქტია. ახალგაზრდები ვინ იგულისხმეთ მაგალითად? ჩვენც კარგად იცი და მაყურებელმაც კარგად იცი, სახელსაც ითაოთ რა ჩამოთვალო. ყავს კარგი მომღერლები, რომლებსაც მე ახლა ახალ პროექტში ყველას და წინა პროექტშიც გამოვიყენე ყველა და სხვათა შორის ძალიან ვცდილობ, რომ როცა ვაკეთებ რაღაცას, ისეთები ავიყვანო სცენაზე, ვინც შეიძლება არასდროს სცენაზე არ უნახიათ. და როგორ სიამოვნებით უსმენს. ამხელა ბიძგი არის ეს. ხო, რამდენად სიამოვნებით უსმენს მაყურებელი ახალ ხმებს, ახალ სახეებს, რომლებიც სხვაზე მეტი თუ არ არიან, ნაკლები არ არიან. სულ ვეძებ ასეთ ხალხს, ყურმოკრულსაც კი სადღაც ვიპოვნი მაინც და მოვიყვანს. მე რამდენად ვიცი, ეკა თქვენი ძმისშვილია, ხო? როგორი ურთიერთობა გაქვთ? შესანიშნავი, ნორმალური. დაბადებიდანვე ეკა იყო არაჩვეულებრივი ბუნების ბავშვი. აი თითზე გადაიხვევდით ისეთი ბავშვი იყო მე მოზრდილობაშიც. აი რომ დავსვავდით ხოლმე და არადგე აქიჯექი, თქვა 3-4-5 წლის გაბუშინებული იჯდებოდა ისე ვიდრე ჩვენ არა ვაყენებდით იქიდან და არ გადმოვსავდით. რაც შეეხება სიმღერას, ბავშვმა ლაპარაკი არ იცოდა, რომ უკვე მელოდიას სუფთად ვღეროდა. ძალიან წკრიალა პატარა ხმით. მე მას უკვე 2 წლიდან, 2 წლისა რო გახდა, დაუწყეს სიმღერების დაწერა, სიტყვებს ვერ ამბობდა, ეხავდა სიტყვებს, რაღაცნაირად ამახინჯებდა, მაგრამ სუფთად ვღეროდა ძალიან. ესე მოყოლებული მივდევდი მის ასაკს და უწერდი სიმღერებს და ვღეროდა არაჩვეულებრივად. დღეს მე კი არ უნდა ვთქვა ეკაზე, ამას მსმენელი ლაპარაკობს, რომ ეკა არის ერთ-ერთი საუკეთესო მომღერალი. ძალიან მნიშვნელოვან რამეზე მინდა რომ კითხვა დააგისვათ, იმიტომ რომ პრაქტიკულად ბოლოსკენ მივდივართ ჩვენ უკვე. და
ჩემთვის ძალიან ემოციური და ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი დამოკიდებულება რელიგიასთან, რომელიც თქვენივე საუბრიდან გამომდინარე ბავშვობიდან, ღრმა ბავშვობიდან მოდის და თქვენი ყავით შემყურე თქვენი მშობლების, თქვენი ბებიის და იმ ადამიანების, ვინც თქვენს გარშემო იყო და მათ მოქცეს მაგალითი. კი ბატონო. დღევანდელი უკვე აი ამ ასაკში 88 წლის ასაკში თქვენი დამოკიდებულება რელიგიასთან და აი ამასთან დაკავშირებით რო გითხრათ რა. ხო გეუბნებით რა საქმე დავიწყე ჩემი დაბადების შემდეგ რა ხდება ჩემს ირგვლივ იმ მომენტიდან ბებია იყო ძალიან მორწმუნე თავისი ხატები ეს ჩარჩოში ჩაცმული ძვირფასია ყველა ხატი რა თქმა უნდა მაგრამ იმ დროს მაინც ეს საშკარაოზე არ გვედო ყველაფერი და ისეთი კარადა ჰქონდა რომელიც იკეტებოდა და იმ კარადაში ჰქონდა ეს ყველაფერი დალაგებული შაბათს გახსნიდა ამ კარადას სანთლებს აანთებდა და ჩვენ პაწეწუნებს აი ლაპარაკი რო შევძელით უკვე იქიდან მამაო ჩვენო ზეპირად ვიცოდით და რა თქმა უნდა ღმერთის არსებობა რა თქმა უნდა სიყვარული ღმერთის მიმართ ეს ბავშვობიდან შთაგონებული გვაქვს და მე უკვე ჩვენი აზროვნების უნარი რომ მოგვივიდა რა თქმა უნდა დასკვნებს ჩვენც ვაკეთებდით უკვე რატომ და რისთვის დავდივდით ეკლესიაში ყოველთვის პატრიარქთან ძალიან ისეთი სიახლოვეც ჰქონდა რომ ბედნიერება ჰქონდა რომ მასთან ყოფილიყავით რომ არა პატრიარქი მე ალბათ ჩემი შვილის გარდაცვალების ამბავი ძალიან გამიჭირდებოდა ეს ნუგეში მისგან მოდიოდა კელაპტარი მომცა დიდი კელაპტარი რომელიც 40 დღე მენთო და თითოეულაც 40 დღე იხსენიებდა სულ და ისე გაგიადვილებდა თუნდაც ორი კვირის თავზე საგალობელი დავწერე და ეკლესიაში შევასრულეთ ეს საგალობელი და პატრიარქმა იქვე ცხოვრობდა მაშინ სიონში ძეზოში ცხოვრობდა და ჩაიწერა ეს საგალობელი და ყოველთვის მე თვითონ ეკლესიაში გალობდნენ და დღესაც გალობენ ამ საგალობელს ისე რომ ღმერთი და ერთჯვარი და სალოცავები და ჩემ სახლში შეიძლება ახლა მე დღეს ეკლესიაში ადვილად ვეღარ დავდივარ მაგრამ ჩემ სახლში მოწყობილი მაქვს ჩემი პატარა ეკლესია ყველაზე ხშირად რას თხოვთ ღმერთს თქო როგორც ჩემი და ჩემი შვილების და ოჯახის ბედნიერებას ისე ერთჯერს ვიწერ რომელს მართალს ვამბობ ისე ჩემი ქვეყნის წინსვლას და ჩემი ხალხის ბედნიერებას. მე რა მოლოდინიც მქონდა ქალბატონ მარიკო ესე არის კიდევაც საოცრად საინტერესო იყო თქვენი მოსმენა, ყოველთვის არის კიდევაც რა და ბოლოს ხშირად ჩემს რესპონდენტებს ვეუბნები გზავნილი მაყურებელს, რა იქნება თქვენი გზავნილი მაყურებელს, მაგრამ რადგან დღეს ქალთა საერთაშორისო დღე არის, რა იქნება თქვენი გზავნილი ქალბატონებთან. ყველა ქალბატონი თუ ის დედა, მაშინ არის ყველაზე ბედნიერი, როცა შვილები ბედნიერი ყავს და ჯანმრთელი ყავს. ეს არის რა იცით ისეთი თემა, რომელსაც ვერსად ვერ წაუხვალ. ვერაფრით ვერ შეცვლი და ვერავის ვერ ჩაანაცვლე. რა თქმა უნდა, ყველას კარგად ყოფნა არსებს ყველაფერს, მაგრამ შვილები ეს არის განსაკუთრებული დედისთვის. დედა მაშინ არის ბედნიერი, როცა შვილები ბედნიერი ყავს. და მინდა ყველა დედა დავლოცო, ყველა ქალბატონი დავლოცო, ვისთვისაც რა არის ბედნიერი, იმითი იყოს ბედნიერი. უსურვებს. ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა ასეთი საინტერესო დიალოგისთვის. მადლობა თქვენ და ერთი რამ მინდა კიდე უთხრა ყველა ასაკოვან ადამიანს. ასაკს ნუაყვებით. მე მაგალითად მაქვს ასეთი ის რომ რომელ ასაკშიც კარგად ვცნობთ თავს, იქ დარჩით. ასაკმა იაროს თავს, გავუშვით წინ. სტატისტიკით. ხო, იაროს და დარჩით იმ ასაკში და მოქმედეთ ისე როგორც იმ ასაკს. თქვენ რა ასაკში დარჩით? 72 წლის ალბათ, 70, 72. მეც ისედაც ვერ მოგცემთ. ძალიან სასიამოვნოა. მადლობა კიდევ ერთხელ. უღრმესი მადლობა თქვენ რომ ამდენი ლაპარაკის საშუალება მომეცით.